მე მითხარი? მე მეუნები მაგას? მე მელაპარაკები? რა ვიცი, აქ ჩემს მეტი არავინ არ არის და. აბა გაიმეორეთი რა მითხარი? ეხლა წესით იარაღი უნდა ამოვიღო და ესე უნდა გავაკეთო. გავივარჯიშო რაღაცები, მაგრამ მაგას აღარ ვიზამ, იმიტომ რომ როგორც ხედავთ, აი ესეთი ცუდი იქნებოდა მარტინ სკორსეზეს ლეგენდარული ფილმი ტაქსის მძღოლი, მე რომ მეთამაშა რატომღაც იქ რობერტ დე ნიროს ნაცვლად. აი ესეთი ცუდი გამოვიდოდა, იმიტომ რომ ჩემსა და რობერტ დე ნიროს შორის სამსახიობო ნიჭის თვალსაზრისით არის უზარმაზარი განსხვავება. მე დე ნიროსთან შედარებით სამსახიობო ნიჭით ალბათ 0-ზე ვარ თუ 0-ს ქვემოთ არა, ამიტომ შორს აღარ წავალ, აღარ შევყვები ამ თემას და პირდაპირ გადავიდეთ საქმეზე. ალბათ თქვენს გაიფიქრეთ, ახლა თუ რაში დამჭირდა ამ ბანძი ხუმრობის შემოტანა ამ ვიდეოს დასაწყისში. საქმე იმაშია, რომ რობერტ დე ნიროს გვარი ძალიან გავს, კი არა და პრინციპში იდენტურია იმ მანქანის სახელწოდებისა, რომელიც დღეს უნდა გადავიღოთ. და სხვათა შორის თქვენ ჩვენს ვიდეოებში ამ მანქანის გადაღებას ხშირად ითხოვდით. მოკლედ, ჩვენი დღევანდელი ვიდეოს გმირი არის ახალი Kia Niro. კი, მეც გამეცინა, როცა ამაზე დავფიქრდი და ალბათ თქვენც გაგეცინებათ ახლა, იმიტომ რომ სად რობერტ დე ნირო და სად Kia Niro. ხო, როგორ შეიძლება რომ ეს ორი ფენომენი ერთმანეთს დაუკავშირო, მაგრამ მეც როგორც გითხარით გამეცინა თავიდან, როცა ამაზე ვფიქრობდი ნირო დე ნირო, მაგრამ მე ცოტა რომ დავფიქრდი, მივხვდი რომ კავშირის მოძებნა შეიძლება. და ახლა გეტყვით როგორ. რობერტ დე ნირო ცნობილია იმით, რომ თავისი როლებისთვის ემზადებოდა ძალიან სერიოზულად, ზედმეტად სერიოზულადაც კი. მაგალითად, იგივე ტაქსის მძღოლის გადაღებების წინ მართლა აიღო ნიუ-იორკში ტაქსის ლიცენზია და მართლა იტაქსავა რამდენიმე თვე. იგივე ნათლიას გადაღებების წინ მართლა ჩავიდა სიცილიაში და სიცილიური დიალექტის ქცევების და ასე შემდეგ ფენომენის შესასწავლად იქ გაატარა რამდენიმე თვე, რომ უკეთ შესულიყო როლში და უკეთ ეთამაშა ეს როლი და ზოგადად ყველა როლის წინ აი ასე ემზადება რობერტ დე ნირო. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს მანქანაც ძალიან კარგად მოემზადა თავისი როლისთვის. იმ როლისთვის, რა როლის შეიძლება ჰქონდეს Kia Niro-ს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს არის ჰიბრიდი. არის SUV, არის კომპაქტური, აქვს საკმაოდ მისაღები, ხელმისაწვდომი ფასი თავისი კლასის გათვალისწინებით საქართველოში, არის საკმაოდ ეფექტური ვიზუალის მქონე ავტომობილი, კომპაქტური SUV, რომელიც რეალურად არის იმ როლისთვის შექმნილი, რომ საშუალო სტატისტიკურ ადამიანს მოემსახუროს დიდხანს კარგად, პრაგმატულად და ეკონომიურად. და ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგად მოემზადა ამ როლისთვის, მაგრამ ახლა მთავარი სხვა რამეა. რობერტ დე ნიროს სულ რაღაც 2 ოსკარი აქვს აღებული, სულ რაღაც. ბევრი ფიქრობს, რომ გაცილებით მეც იმსახურებ და არის დისკუსიები, რომელი როლი იყო მისთვის საუკეთესო, ჩემთვის მაგალითად ტაქსის მძღოლში იყო დე ნირო საუკეთესო, მაგრამ მაგ როლისთვის ოსკარი საერთოდ არ აუღია. მაგრამ ფილმებზე რომ აღარ გავაგზელოთ, 2 ოსკარი აქვს დე ნიროს და ვნახოთ აი იმ ერთი როლისთვის მაინც თუ იმსახურებს Kia Niro ოსკარს. წავედით. ესეც ასე, აი ასე გამოიყურება ახალი Kia Niro. დიზაინზე თუ ვილაპარაკებთ, პირველი რაც აუცილებლად უნდა აღენიშნოს, არის ის, რომ წინა თაობის ნიროსთან შედარებით, ახალი თაობა უჩვეულოდ და გამომწვევად გამოიყურება. არა ჩვეულებრივად წინასთან შედარებით, წინა იყო ძალიან ჩვეულებრივი დიზაინის მქონე ავტომობილი. და თუ რამდენად არაჩვეულებრივია უკვე ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით, ამაზე თქვენ დაგვიწერეთ კომენტარებში, მაინც სუბიექტური აზრია ზოგადად დიზაინი და თქვენ შეაფასეთ. რაც აუცილებლად უნდა ვთქვათ, არის ის, რომ ახალი Kia Niro-ს დიზაინის დეტალებში არის 2 თემა წინ წამოწეული. ერთი ბუმერანგის ფორმის დეტალები და მეორე გულის ცემის გრაფიკა. აი რაც გულის კარდიოგრამას რო იღებენ ხოლმე. აი მაგალითად დღის განათების აი ეს ხაზი. ესე გულის ცემას გამოხატავს გრაფიკულად და კიდევ სხვა დეტალებში შეხვდებით ამ დიზაინს. და Tiger Nose, ეგრეთ წოდებული ვეფხვის ცხვირი, როგორც მარკეტინგის ხელმძღვანელებს და დიზაინერებს უყვართ ხოლმე გამოყოფა აი ეს წინა ნაწილი და ძალიან საინტერესო დეტალიც, რომ მაგალითად Kia-ში გადაწყვიტეს, რომ საქარე მინაზეც გამოეხატათ ეს რაღაცა Tiger Nose და აი ეს ხაზი, აი ესე ჩამოდის და გრძელდება, ჩამოწეულია. დამატებითი დეტალია, მაგრამ ეფექტური. ასევე
ძრავის ხუფი, კაპოტი ეგრეთ წოდებული, აი ეს ხაზიც ზემოთ ადის და მერე ისევ ჩადის და გრძელდება. ესეთი დეტალებით ცდილობენ რომ მიანიჭონ უფრო მეტი პეცი და უფრო მეტი ინტერესი ამ ავტომობილს და Kia სხვათა შორის დიზაინი რა და დიზაინი Kia-ს არ ეშლებოდა ყოველთვის ახერხებდა ცოტა სხვანაირი, ცოტა უჩვეულო ავტომობილების შექმნას ვიზუალური თვალსაზრისით და ხომ იცით, როდესაც რაღაც უჩვეულოა, ბევრს ლაპარაკობენ ამ თემაზე და როცა ბევრს ლაპარაკობენ, ეს ნებისმიერ შემთხვევაში კარგია. ახლა დავაკვირდეთ პროფილში. თავიდანვე ვთქვათ, რომ Kia Niros სიგრძე არის 4 და 42, 4 მეტრი და 42 სანტიმეტრი, სიგანე 1 და 83, სიმაღლე 1 და 55. თვალში გვხვდება ის, რომ პატარა დისკები უყენია, ეს არის 16-იანი დისკები და მაქსიმალურად EcoWing კუმოს საბურავები ეკო მეგობრულობაზე გათვლილი, ანუ იმაზე, რომ მაქსიმალურად ცოტა დაწვას და ეს არის ჰიბრიდი და ამ თემაზე მე რა თქმა უნდა დეტალურად ვისაუბრებთ. რამდენ სწავს, რა ტექნიკა აქვს და ასე შემდეგ. მე მინდა გითხრათ ის, რომ აქვს 16-იანი დისკები ამ შემთხვევაში, მაგრამ შეიძლება ჰქონდეს 18-იანებიც. თუმცა უფრო ცოტას დაწვავს 16-იანი დისკებით, აი ამ ეკო დისკებით. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, რამაც ჩემი ყურადღება მიიქცია მაშინვე, ეს იყო აი ეს C დგარი. დგარი ხომ გახსოვთ? A დგარი, B დგარი და C დგარი. C დგარს აქვს ბუმერანგის ფორმა და ბუმერანგის ფორმა აქვს აი ამ უკანა მაშუკსაც, წეგან ვახსენე რომ ერთ-ერთი დეტალია ბუმერანგის დეტალები Kia Niros დიზაინში და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მინდოდა მე თქვა აი ამ დგართან დაკავშირებით, რომელიც სხვა ფერშია გადაწყვეტილი და ეფექტურია, რა თქმა უნდა, შესახედავად და ვიზუალურად მატებს ეფექტს. ყველაზე მთავარი რაც მინდოდა მე თქვა არის ის, რომ ეს არ არის უბრალოდ მხოლოდ დიზაინერული ელემენტი. მხოლოდ ის რომ უხდება და კარგია, არა. ეს ნაწილი არის რეალურად ფუნქციური. საქმე იმაშია, რომ აი აქედან აი, ჩემი ხელით შევიდა, მართლაც შედის ჰაერი და უკვე აი აქედან გამოდის. ეს ემსახურება აეროდინამიკას. უკეთესი აეროდინამიკისთვის ეს არის ძალიან კარგი, ანუ მხოლოდ ლამაზი კი არა, ფუნქციურიცაა და ეს ამცირებს ჰაერის წინააღმდეგობას და ამცირებს ცოტათი, მაგრამ საწვავის ხარჯსაც. დამატებით არის ნაფიქრი ამაზე. და ეს არის ძალიან კარგი. ზოგადად მე ამ მანქანის უკანა ნაწილი ცოტათი უფრო მეტად მომეწონა. არ ვიცი თქვენ რას ფიქრობთ? დაგვიწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. თვალში გვხვდება აი ეს სპოილერი მაგალითად. ახლა SUV-ის სპოილერი დიდად რომ არ ჭირდება, ჩემზე კარგად იცით, მაგრამ ვიზუალურად რომ უხდება, ამაზე ლაპარაკიც არ ღირს, იმიტომ რომ მართლა უხდება და თავის საქმეს გარკვეულწილად რა თქმა უნდა, ეს სპოილერი საკეთებს, მით უმეტეს აი ამ ჩაღრმავებით, რაც ასევე გარკვეული აეროდინამიკული ელემენტია. ასევე გრძელდება უკან გულისცემის აი ეს ამსახველი გრაფიკა უკანა მაშუკებშიც. სხვა მხრივ გვაქვს ესეთი პლასტმასის ვიზუალური ზედაპირი, რომელიც ვიზუალურ ეფექტის და განსაკუთრებული დამცვა არ შეუძლია და საბარგული. ძალიან ტევადი სხვათა შორის. მისი მინიმალური მოცულობა ვიზუალურადაც შეატყობთ, ჯერ რომ შეხედავთ. ხედავთ, რომ საკმაოდ დიდი საბარგულია ამ ზომის მანქანისთვის. და კონკრეტული ციფრები თუ გაინტერესებთ, 450 ლიტრია მისი მინიმალური მოცულობა, მაქსიმალური კი 1300-ზე ცოტათი მეტიც კი. პირველი რაც თვალში გვხვდება არის, რა თქმა უნდა, ეს დიდი ეკრანების განყოფილება. ეს არ არის ერთმთლიანი ეკრანი და დღის-შუქზე ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს. ღამით შეიძლება იფიქროთ, რომ თავიდან ერთი ეკრანია სიბნელეში, მაგრამ არა. მოდი, ავამუშავებ იმისთვის, რომ თქვენს კარგად დაინახოთ. მზის შუქზე სხვათა შორის მაინც კარგად ანათებს, ეს ეკრანები და გრაფიკა არის კარგი. აი ეს არის მაგალითად ახლა ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილება ერთ-ერთი რაც მე ამ მანქანაში თავიდანვე მომეწონა როგორც კი ჩავჯექი და ახლა ბარე მაგიხსნით თქვენც. აქ აი ამ განყოფილებაზე უნდა იყოს წესით ჰაპტიკური ფიზიკური ღილაკები. გნებავთ კლიმატ კონტროლის, გნებავთ მულტიმედიის. Kia-მ ამ შემთხვევაში მიიღო რაღაცნაირი უჩვეულოდ ახლებური გადაწყვეტილება. აქ არ არის ჰაპტიკური ღილაკები, ფიზიკური ღილაკები და თქვენ ისიც რომ მე ძალიან მიყვარს, როცა ფიზიკური ღილაკები არსებობს, თუმცა აი აქ გვაქვს რეალურად ეკრანი, ასევე სენსორული და ამ ეკრანზე შეგვიძლია გამოვიტანოთ ან კლიმატ კონტროლის ფუნქციები, ანაც მულტიმედიის ფუნქციები. აი ამ მარტივი გადამრთველით, ნახეთ?
კლიმატ კონტროლი, მულტიმედია, რადიო, მედია და ასე შემდეგ. კლიმატ კონტროლი, მულტიმედია, კლიმატ კონტროლი, მულტიმედია. რეალურად ეს არის ახალი გადაწყვეტილება. ეს არ არის არც ღილაკებზე უარის თქმა, ცოტათი არის, მაგრამ ბოლომდე არ არის და არც ის არის, რომ მხოლოდ ეკრანზე იყოს ჩაშენებული ეს თავარი ფუნქციები, რაც ძღოლს ყველაზე მეტად ჭირდება, ხო? მუსიკის გადართვა, გადმორთვა, თქვათ, მუსიკის წყაროს და ზოგადად მედია წყაროს გადართვა, გადმორთვა, ან კლიმატ კონტროლის ღილაკები. ამ შემთხვევაში კარგია ის, რომ არის ასე ვთქვათ, ხმოვანი რეაქცია, ანუ ხმოვანი სიგნალი იმისა, რომ ჩვენ მაგალითად მართვის დროს პროცესს მანქანას ვმართავთ, აქ რომ დავაჭერთ კონდიციონერს, ხმას გამოსცემს. აი, ნახეთ. ამით მივხვდებით, რომ ჩვენ მართლა დავაჭირეთ ხელი. USB-C პორტი, ანუ Type-C პორტი და სხვა შორის აი ახაც უკანა საზურგეებზე, წინა სავარძლების საზურგეებზე არის ორი Type-C პორტი უკან ზონთათვის, რათა მათაც მარტივად და სწრაფად დამუხტონ თავიანთი ტელეფონები. რაც შეეხება მასალებს, ზოგადად მასალებს, აქ გვაქვს ჩვენ ნაჭრის სალონი, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი კომპლექტაცია, თუმცა არის რა თქმა უნდა უფრო მაღალი კომპლექტაციებიც, სადაც გვაქვს უკვე ტყავი, ოღონდ რეციკლირებული, გადამუშავებული მასალებისგან შექმნილი ტყავი და ბევრი ეგეთი ნაწილი ჭერზეც, კარის შიდა ნაწილებზეც და ასე შემდეგ. ვიზუალური შეფასებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის ეფექტურად გადაწყვეტილი, მაინც უფრო მეტად კოხტა, ლამაზი, მშვენიერი აი ეკრანების თავისი გრაფიკით, მოდით გამოვთავ ამ კამერას და უკეთესად დაინახავთ. Android Auto და Apple CarPlay მაშინვე ერთვება როგორც კი ტელეფონს დაუკავშირებთ და ეგ სწრაფად ხდება დაახლოებით წამებში 5-6 წამი და დაკავშირებულია მთლიანად ტელეფონი. საკმაოდ სწრაფია და საკმაოდ ნორმალური აი ეს ეკრანი. აქაც შეგიძლიათ ცვალოთ თქვენი გემოვნების მიხედვით რა ინფორმაცია გამოვიდეს, როგორი ვიზუალი ჰქონდეს და ასე შემდეგ. რაც შეეხება საჭეს. საჭის დიზაინი რა თქმა უნდა გემოვნების ამბავია, მე მომწონს ის რომ აი ესე ორმანაშია გადაწყვეტილი და Kia-ს ახალი ლოგოც უხდება სადაა და ესეთი კოხტა და დახვეწილია ეს ლოგოც და Drive Mode-ის ღილაკი აქვს აქ რა თქმა უნდა მულტიფუნქციური საჭის ღილაკები და Drive Mode-ის ღილაკი. სულ ორი რეჟიმი აქვს ამ მანქანას. ერთი არის ეკო და მეორე არის სპორტი. სპორტი, კი ბატონო. აქვს სპორტის რეჟიმიც და მაგაზე მე გეტყვით კიდევ. სანამ დავიძრები კიდევ ერთი რამ მინდა გითხრათ, როდესაც ვიწყებდით ამ მანქანის test drive-ს დღეს დილით შემხვდა ჩემი ნაცნობი, რომელსაც დაინახა Kia Niro და პირველი რეაქცია ჰქონდა ესეთი ქალბატონია, რა კარგი ფერია. Niro-ა ხო, მე დაამატა. ანუ ჯერ ერთი მანქანა და მოდელი იცნო. და მეორე ერთი ძალიან მოეწონა ფერი და ამ ფერთან დაკავშირებით მინდა გითხრათ ეგეთი რამ, რომ ზოგადად Kia საქართველოს აქვს ესეთი ფენომენი შემოტანილი ჩვენს რეალობაში, რომ თქვენ შეგიძლიათ თქვენთონ არჩიოთ თქვენი Kia Niro-s ფერი. ანუ ეს არ არის უბრალოდ ქარხნული ფერების არჩევანი, არამედ დამატებით ნებისმიერი ფერი, რაც კი მოგწონთ, რასაც შეახამებთ, ან დიზაინერს გააკეთებინებთ, ან თქვენ თვითონ აირჩევთ ფირის გადაკვრა. ხდება აქ საქართველოში, ისედაც რა თქმა უნდა არჩევანი არის ფერებში, არ არის რაღაც სასწაულად დიდი არჩევანი ზოგადად Kia Niro შემთხვევაში. მე მგონი სულ არის დაახლოებით 8 თუ 10 ფერი ქარხნულად. ასევე კარგი ფერები, მაგრამ დამატებითი დამცავი ფირი, რომელიც ვიზუალსაც ცვლის გარკვეულწილად თქვენი გემოვნებით, შეგიძლიათ თქვენ თვითონ არჩიოთ რა ფერის გნებავთ და იმ ფერში თვითონ Kia საქართველოს გადაგიწყვიტავთ ამ მანქანას უკვე აი ამ დამატებითი ფირის გადაკვრით. აი ამ ჭიქის ჩასადებებს აქვს ესეთი ორი ღილაკი, შეგიძლიათ ჭიქის ჩასადება დაქციოთ. ესე. ან შეგიძლიათ ორივე შეკეცოთ და უფრო დიდი სივრცე მიიღოთ რაღაც, უფრო დიდი შადება თუ გნებავთ. და მე ამ ფუნქციას, აი ამ ორ ღილაკს კიდე დამატებითი ფუნქცია მოუფიქრე, ნერვების დასაწყნარებელი. ამ მანქანას აქვს 6 საფეხურიანი, 2 ქუროიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი. DCT კოლოფი. რაც ყველაზე საინტერესოა ამ მანქანას აქვს ის, რაც აქვთ ხოლმე სარბოლო ბოლიდებს. ოღონდ არ იფიქროთ, რომ სარბოლო ბოლიდია. აქვს ის, რომ არა აქვს უკუსვლის გადაცემა. ანუ არ იფიქროთ, რომ უკან არ დადის, უკან დადის, აი. მაგრამ საქმე რაშია? მოკლედ, აი ამ DCT კოლოფიდან ამოიღეს უკუსვლის გადაცემა კორელებმა, Kia და ამით დაზოგეს დაახლოებით 2 კილო ნახევარი. უფრო 2 კილო ნახევარი დამსუბუქდა გადაცემათა კოლოფი. სამაგიეროდ უკუსვლას ემსახურება ელექტრომოტორი.
სპეციალური ელექტრომოტორი, რომელიც აი ესე უკან მართავს მანქანას, რომელიც არ დაждდება არასდროს. ამაში დარწმუნებული იყავით. მოდი ახლა ვისაუბროთ Kia Niros გულზე, ანუ ძრავაზე და იმაზე თუ როგორ დადის ეს მანქანა. დავიწყოთ იმით, რომ ეს არის ჰიბრიდი. Kia Niro იწარმოება როგორც ჰიბრიდი, როგორც plug-in ჰიბრიდი, და ნუ დამუხტვადი ჰიბრიდი და ელექტრომობილი. ამ შემთხვევაში ჩვენ ტესტავთ ჩვეულებრივ კლასიკურ ჰიბრიდს. რა კომბინაციაა ეს? პირველ რიგში ეს არის 1 და 6 ლიტრი მოცულობის 4 ცილინდრიანი ძრავა. ყველასაც კარგად დაცნობი, რაც Kia-ში ხშირად გვხვდება ხოლმე. რომლის სიმძლავრე გახლავთ 105 ცხენის ძალა. მაგრამ ამ შემთხვევაში ემატება ელექტრომოტორი, რომლის სიმძლავრე არის უკვე 43 ცხენის ძალა და ჯამში ვიღებთ სისტემურ სიმძლავრეს 151 ცხენის ძალას. მაბრუნი მომენტი, ვისაც აინტერესებს 265 ნიუტონ-მეტრი. 151 ცხენის ზალა, როგორც ვიგითხარით. ამ კლასის, ამ წონის ავტომობილისთვის ეს არის საკმარისი, რაც საკმარისზე მეტიც კია, იმიტომ რომ რეალურად ეხა მეც რომ მართავ, გრძნობ აი ამ სიმსუბუქეს და არასდროს არ მაკლია სიმძლავრე. რაც არ უნდა აღმართებში ვიაროთ. ხო, აი ეს ტრიპინი რაც წეგან გაიგონეთ, არის საგზაო ნიშნების, აი, ამომცნობი სისტემა, რომელიც არა მარტო საგზაო ნიშნებს კითხულობს, არამედ ასფალტზე წაწერილ საგზაო ნიშნებსაც ეხ წაიკითხა ეგ. და ბოლოს განიშნებთ. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ მაგის გათიშვა, მაგრამ რეკომენდებული არ არის, იმიტომ რომ სიჩქარის გადაჭარბებაც არ არის შესაბამისად რეკომენდებული. კარგი სარბენი მანქანაა რა, ესეთ ეკონომიური თან და ეკონომიაზე კიდე ცალკე უნდა გესაუბროთ. კომპაქტური, მსუბუქი და მართვის დროსაც გაქვს აი ამ სიმსუბუქის შეგრძნება. და მოდი ბარემ ახლა გადავერთოთ მე სპორტის რეჟიმშიც. ორი რეჟიმი აქვს, სულ როგორც გითხარით, ეს არის ეკო და სპორტი. გადავერთოთ სპორტში და აი აქ უკვე იყენებს თავის აი ამ სიმძლავრეს თავიდან ბოლომდე. ბრუნებს იჭერს რა თქმა უნდა გასლებით მაღლა, წვავს უფრო მეტსაც, მოხვევა პრინციპში დიდად არ იცვლება. უბრალოდ ხდება უფრო აგრესიული, რამდენადაც შეუძლია Kia Niros რომ იყოს აგრესიული. Kia Niros ყიდულობენ ადამიანები, რომლებსაც უნდათ ეკონომიური სვლა, მაქსიმალურად ისეთი მანქანა, კომპაქტური, პოლიტკორექტული, სასიამოვნო შესახედი, თვალში მოსახვედრი გამორჩეული დიზაინით, ჰიბრიდი, ეკომეგობრული, კიდევ ერთხელ ეკონომიური, იმიტომ რომ ეკონომია ამ მანქანას შეუძლია. რა და ამ მანქანას ყველაზე კარგად შეუძლია ეკონომია და მივადექით აი მაგ თემასაც, რასაც ქვია საწვავის ხარჯი. სანამ ვიტყვი წვაზე, მოდი ერთი რამეც აღვნიშნოთ, რაც აუცილებლად აღსანიშნია. ეს არის ჰიბრიდი და ძალიან კარგია ის, რომ თუ არ დააკვირდი თუნდაც აი ამ განყოფილებას, სადაც არის წვის აი ეს ჰიბრიდული განყოფილება, ჰიბრიდის განყოფილება, სადაც ხედავ რა დროს მუშაობს ელექტროძრავა, რა დროს იტენება ელემენტი, რა დროს პირიქით ელემენტი ეხმარება და რა დროს შიგაწვის ძრავა და ასე შემდეგ. აი ამას თუ არ უყურე აი ასე მართვის დროს ძალიან რთულია იმის მიხვედრა, შიგაწვის ძრავა, რა დროს რა რეჟიმში გადადის. იმიტომ რომ ეს გახდა ძალიან შეუმჩნეველი. ეს გაუკეთებიათ მართლაც ძალიან კარგად. ძალიან საინტერესო მომენტი ახლა მივადგი მე აგერ მიჩვენებს RPM-ებს, ანუ ბრუნებს, როგორც გაზ ფეხს აუშვებთ, აი ნოლებზე ჩამოვარდა. ხედავთ, აი გათიშულია ძრავა. და შიგაწვის ძრავა. და ამ დროს იმუხტება ელემენტი. და მიდიხარ ისე რომ საერთოდ არ წვავ ბენზინს. ნულებზე ჩამოვარდა. მერე, როდესაც უკვე გასწორდებით, ოდნავ რომ შეაპარებთ გაზს, ანუ მარჯვენა აქსელერაციის სატერფულს, აი ოდნავ შევაპარე. და მაინც მივდივარ, ხო, არ ვნელდები. აი ეხლაღა ჩართო, ნახეთ. აი ხა ნულია, შევაპარე და მაინც ელექტრო რეჟიმში მიდის. ანუ ეს არც უნდა მიდიოდეს ელექტრო რეჟიმში, რეალურად ეს არ არის, ხო, არც plug-in ჰიბრიდი არაფერი, მაგრამ მიდის ელექტრო რეჟიმში. აი ამას თუ დაამუღამებთ, როგორც გაითიშება და როგორც გასწორდებით გზაზე, ოდნავ თუ შეაპარებთ აქსელერაციის სატერფულს საჭიროების მიხედვით, ივლის აი ესეთ რეჟიმში, როცა საერთოდ არ დაწვავს საწვავს.
საწვავის ხარჯი დღევანდელი ჩემი ტესტ-დრაივის არის 5.5 ლიტრი 100 კილომეტრზე. როგორც კი დავიძარით, თბილისიდან პირველი იყო წყნეთის აღმართები და წყნეთის აღმართებში მე საერთოდ არ დამიზოგია ეს მანქანა არ მივლია ეკონომიურად, ყოველთვის ესე ვაკეთებ, იმიტომ რომ მივიღო რეალური შედეგი საშუალო სტატისტიკური ქართველი მძღოლისა და არა ისეთი მძღოლისა, რომელიც ეკონომიურად დადის, არა. და წყნეთის აღმართებზე კარგი ჩაჭერებით თავისი გასწრებებით საწვავის ხარჯი ავიდა 9.5 litrზე. მე მაქვს წარმოდგენა ისეთი, რომ 9.5 ლიტრი რაღაცნაირად არის ამ მანქანის მაქსიმუმი. მერე უკვე როცა გზები გასწორდა და წამოვიდა დაღმართებით და ამუშავდა აი ამ მთელი ჰიბრიდული სისტემის თავისი მთავარი უპირატესობების ამუშავება და გამოყენება დაიწყო, ჩამოვიდა და მოვიდა 5.5 litrამდე. რაც არის მე ვფიქრობ ძალიან კარგი შედეგი. თვითონ Kia ოფიციალურად ქარხნულად გვპირდება 4.1 litrს 100 კილომეტრზე. რეალურად, მოკლედ რომ შევაჯამოთ, 4-დან 5 litrამდე ქალაქში და 5-დან 6 litrამდე ქალაქ გარეთ. აი ეს არის Kia Niros აი ამ ძრავით და აი ამ სისტემით საწვავის რეალური ხარჯი. ასეთი შედეგი საწვავის ხარჯის კუთხით ნიშნავს ერთ-ერთ ყველაზე ეკონომიურ SUV-ს მათ შორის რაც გამოსულა. შესაბამისად, როცა ვამბობდი თავიდან, რომ აი თავის როლისთვის არის კარგად მომზადებული თქო, აი ამას გულისხმობდი პირველ რიგში, იმიტომ რომ ეს არის SUV, პატარა, კომპაქტური, ძალიან კარგი ცნობილი ბრენდის Kia-სი, მოხდენილი მანქანა, ეფექტური, თვალში მოსახვედრი ვიზუალით და ამავდროულად არის ასეთი ეკონომიური. სწორედ აი ამ ჰიბრიდული ეკონომიური SUV-ს სეგმენტში Kia Niro იმსახურებს ერთ-ერთი გამორჩეული მანქანის წოდებას, ამას ვამბობ თავად. რობერტ დე ნიროს ერთ-ერთი მთავარი პლუსი იყო ის, რომ თავის ნებისმიერ როლს ძალიან სერიოზულად უდგებოდა. Kia Niros ერთ-ერთი მთავარი ძალაც ეგ არის. თავის როლს, როგორც ყოველდღიური მოხმარების ჰიბრიდული ავტომობილი, ძალიან სერიოზულად ეკიდება. საავტომობილო ოსკარი რომ არსებობდეს, Kia Niro მინიმუმ წარდგენილი იქნებოდა ნომინაციაში ყოველდღიური ჰიბრიდული კომპაქტური SUV. იმსახურებს თუ არა ოსკარს, ეს უკვე დიდმა ჟიურიმ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ. და აქვე ბოლოს აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ Kia საქართველოს შოურუმში შეგიძლიათ ისარგებლოთ TBC კონცეპტის 1 წლიანი 0%-იანი შემოთავაზებით და საშუქრად მიიღებთ ასევე 1 წლიან დაზღვევას. რაც შეეხება ფასს, 24.900 ევროს ეკვივალენტი ლარში. გარანტია 5 წელი ან 150.000 კილომეტრი. დროებით